გამარჯობა, ეს ისტორია საინტერესო ფაქტებია და დღეს ძალიან საინტერესო გამოცანები გველის. დავიწყოთ შედარებით მარტივებით. თანდათან კი ისე გართულდება, რომ ბოლოებს ძალიან ცოტა თქვენგანი თუ უპასუხებს სწორად. იცოდეთ, რომ გამოცანის პირობის თქმის შემდეგ დაახლოებით 20 წამი გექნებათ, სანამ პასუხს ავხსნი. ამიტომ გამოცანის პირობის მოსმენიდან თუ მეტი დრო დაგჭირდათ მის ამოსახსნელად, მაშინ უბრალოდ დააპაუზეთ ვიდეო, იფიქრეთ რამდენიც გინდათ და შემდეგ მოისმინეთ პასუხი. რა შეცდომას ხედავთ სურათზე? რატომაა ზებრა ჟირაფის ფორმის არ ვიცი. კარგი, ეს მარტივი იყო. რომელია ზედმეტი? ზედმეტი მეოთხეა, რადგან მარცხენა ხელია. შავკანიანი მამაკაცი, შავი თმითა და შავი ტანსაცმლით იდგა ქუჩაზე, სადაც ქუჩის განათება არ ენთო. მისკენ მიმავალმა მანქანამ, რომელსაც ფარები ჩამქრალი ჰქონდა, მანამდე გააჩერა მანქანა, სანამ მას დაეჯახებოდა. როგორ შეძლო მანქანით მოსიარულემ მამაკაცის დროულად დანახვა? პასუხი, რადგან დღე იყო და არა ღამე. სურათზეც ხედავთ, რომ დღეა, თუმცა თუ ვერ გამოიცანით არაუშავს. ჩვენს შეცდომაში შესაყვანად პირობაში სპეციალურად არის აღწერილი ბევრი შავი ფერი, შავკანიანი შავი თმით, შავი ტანსაცმლით. ჩვენი გონება ტყულდება და ღამე დაღიქვამს. რამდენად შეგიძლიათ იპოვოთ ამ სურათზე მეორე ვეფხვი? პასუხი ასეთია. თვითონ ვეფხვს აწერია შავი ასოებით ინგლისურად The Hidden Tiger. აბა როგორ მოგეწონათ? რომელი დათვია განსხვავებული? კარგი, ცოტა დავსერიოზულდეთ. სერიული მკვლელი იტაცებდა ხალხს და აძლევდა ორ ტაბლეტს. ერთს მოწამლულს, მეორეს უვნებელს ჯანმრთელობისთვის. ერთ ტაბლეტს მძევალი სვამდა, ხოლო მეორეს სერიული მკვლელი. ტყვეები წამალს წყალთან ერთად სვამდნენ და იღუპებოდნენ. სერიული მკვლელი კი უვნებელი რჩებოდა, როგორ შეეძლო კრიმინალს ყოველ ჯერზე უვნებელი ტაბლეტის მიღება. პასუხი, ორივე ტაბლეტი უვნებელი იყო, მოწამლული იყო მხოლოდ წყალი. ასეთი სტილის გამოცანები თუ მოგწონთ, ლუდის რომელი კათხა აივსება პირველად? მიუყვეთ ლოგიკურად, მარცხენა მხარე მთლიანად ჩაკეტილია, არ აივსება. ლუდი ჩავა მესამეში. მეშვიდეც ჩაკეტილია, ამიტომ პირველად აივსება 5. დაასრულეთ მაგალითი, ქვემოთ მოცემული ბურთულებიდან მხოლოდ 3-ის გამოყენებით. ექვსი, 11, 13.
3 კაცი გაიტაცეს და ერთ ოთახში გამოკეტეს. მათ ოთახიდან გაქცევის ერთადერთი საშუალება აქვთ ფანჯარა, რომელიც მაღლაა და მას მხოლოდ ერთმანეთზე დადგომის შემთხვევაში მისწვდებიან. თუ ერთ-ერთი მათგანი მაინც გაიქცევა, ის დასახმარებლად პოლიციას მოიყვანს. თუმცა სურათიდან ჩანს, რომ მაღლა მდგომი კაცი ფანჯარას ვერ სწვდება. როგორ უნდა მოიქცნენ მძევლები? პასუხი ასეთია: მეორე და მესამე კაცმა ადგილები უნდა გაცვალონ. შედარებით მაღალი უნდა იყოს მესამე კაცი, რადგან მაღალია და გრძელი ხელები აქვს, შესაბამისად მისწვდება ფანჯარას. ჯეიმსი და მისი ცოლი მარია მისაღებ ოთახში წხედან. ჯეიმსი ტელევიზორს უყურებს, ხოლო მარია წიგნს კითხულობს. ღამის 11 საათზე დენი გამოირთო. ჯეიმსი დასაძინებლად წავიდა. მარია კი კითხვას განაგრძობს. როგორ შეუძლია მარიას ჩაბნელებულ ოთახში წიგნის კითხვა? პასუხი: მარია უსინათლოა და ბრაილის შრიფტით კითხულობს. თუ ამ მექანიზმს ჩავრთავთ და იმ მიმართულებით დაიწყებს ტრიალს, როგორც სურათზეა მოცემული, რომელ ასოს შეეხება წითელი ისარი? პასუხი არის A. როგორც ცნობილია, მსგავსი მექანიზმი შემდეგი პრინციპით მოქმედებს. თუ პირველი რგოლი ტრიალს დაიწყებს მარცხნიდან მარჯვნივ, ის მომდევნო რგოლს საპირისპირო მიმართულებით დაატრიალებს და ასე გაგრძელდება უსასრულოდ. გონი დროა ნამდვილ სირთულეებზე გადავიდეთ. ჩემი საკრედიტო ისტორია. არა, ეს არაფერ შვაშია. აბა თუ შეგიძლიათ მიხვდეთ რა ლოგიკა დევს ამ მოცემულ სურათში. ლოგიკა დაახლოებით ასეთია. მისის სმიტი მივიდა პოლიციაში და განაცხადა, რომ მისი ძვირადღირებული ხელსაბამი დაიკარგა. როდესაც პოლიცია ქალბატონის სახლში მივიდა, ნახა, რომ არავითარი შემოჭრის კვალი არ იყო. მხოლოდ ფანჯარა იყო ჩამსხვრეული. იატაკზე ჭუჭყიანი ფეხსაცმლის ნაკვალევი ემჩნეოდა. ირგვლივ ყველაფერი მინგრეული იყო. მომდევნო დღეს მისის სმიტი დააკავეს თაღლითობისთვის. პასუხი: პოლიციამ დაადგინა, რომ ქალბატონი იტყუებოდა, რადგან ფანჯარა ჩატეხილი იყო შიგნიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში მინის დამსხვრევები ოთახის იატაკზე ეყრებოდა. ცნობილი ქიმიკოსი, რომელიც რატომღაც ჰეიზენბერგს გავს, საკუთარ ლაბორატორიაში მოკლეს. დანაშაულის ადგილზე ვერაფერი იპოვეს ფურცლის პატარა ნაგლეჯის გარდა, რომელზეც ქიმიური ნივთიერებების სახელები ეწერა. მკვლელობის დღეს ქიმიკოსს მხოლოდ 3 სტუმარი ეწვია ლაბორატორიაში: თავისი ცოლი მერი, ბიძაშვილი ნიკოლასი და მეგობარი ჯონათანი. პოლიციამ მკვლელი მარტივად დააკავა. ვინ იყო ის? პასუხია ნიკოლასი, რადგან თუ ამ ნივთიერებების მოკლე სახელებს შევაერთებთ, როგორც მაგალითად ისინი პერიოდულ სისტემაზეა, მივიღებთ სახელად ნიკოლასს. სურათზე თქვენ ხედავთ ორ ქვიშის საათს.
ერთი დაცლას 7 წუთს ანდომებს, ხოლო მეორეს ამისათვის 4 წუთი სჭირდება. როგორ უნდა გამოვთვალოთ ზუსტად 9 წუთი მათი გამოყენებით. ეს საკმაოდ სააზროვნო გამოცანაა და ერთადერთი დღევანდელ ჩვენს ვიდეოში, რომლის პასუხსაც არ გეტყვით. ეცადეთ კომენტარებში დაწეროთ, თუ კი შეგიძლიათ გამოიცნოთ. დღევანდელ ვიდეოში სულ 15 გამოცანა იყო. რამდენი გამოიცანით, დაწერეთ კომენტარებში. თუ ერთი მაინც გამოიცანით, მაშინ არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს და ლაიქება. თუ 5-ზე მეტი გამოიცანით, მაშინ შეგიძლიათ გააზიაროთ კიდეც. ან ეს რა შვაშია. ნახვამდის.